გამარჯობა. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ფურცლებს Excel-ისას, ხო? ანუ sheets, ანუ ერთი ფურცელი რო არის იმ გვერდის, მათ მუშაობას, გადარქმავს, რის გაკეთება შეიძლება მათთან და ერთ საკმაოდ საინტერესო საიდუმლოს. დრო არ დავკარგოთ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. აქ ხედავთ, ცარიელი დოკუმენტი მაქვს და ქვემოთ არის აი აქ სამი გვერდი. ხო? sheet 1, sheet 2, sheet 3. ახლა თავიდან სუსუ 0-ზე რო დაბრუნდეთ, ხო, ანუ გააჩნია Excel-ის ვერსია, ზოგი Excel-ის ფაილი რო ხსნით, მოდის ხოლმე 3 sheet-ით. მაგრამ აი ახალ ვერსიებში ახალ ფაილს რო გახსნით, მხოლოდ ერთი sheet-ი არის აქ დამატებული. და ამ sheet-ზე შეგიძლიათ იმუშაოთ და ახალი sheet-ები, ახალი გვერდების დამატება თუ გინდათ, უნდა მოხვიდეთ და დააჭეროთ აი ამ პლუსს, ხო? პლუსზე დაჭერისას რა გვერდზე დგახართ, იმის შემდეგ შეიქმნება ახალი გვერდი. ხო, ანუ მაგალითად მე რო ვიდგე sheet 2-ზე, დავაჭირო პლუს sheet 2-ის მარჯვნივ დაემატა ახალი ნომერი. sheet-ების დასახელებები sheet 1, sheet 2, 3 და ასე შემდეგ, ხო, ანუ აქ ეს როგორ მუშაობს Excel-ი იმახსოვრებს რამდენი გვერდი იყო შექმნილი. და ყოველჯერზე ახალ გვერდს რო ამატებთ, ამ ნუმერაციას ზრდის, მე რომც წავშალო ახლა ეს 4-ვე გვერდი, მოდი გავაკეთოთ. რომც წავშალოს 4-ვე გვერდი, ეს ნუმერაცია არ დაირღვევა და გააგრძელებს 6-დან. ახლა გვერდის წაშლა. ხო, მარჯვენა ღილაკს დააჭერეთ და აი აქეთ არის ღილაკი delete. შეგიძლიათ წაშალოთ ერთი გვერდი, ან შეგიძლიათ მაგალითად მონიშნოთ რამოდენიმე გვერდი. კონტროლით კონტროლს დავაჭერე ახლა მაისა კონტროლზე მიჭირავს ხელი და დავაჭერე. ხედავთ როგორ აინთო ახლა ეს ორი გვერდი. ხო? ასე შეგიძლიათ, მოდი მე მივაზრებ. ასე შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე გვერდი. ან ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ shift-ი. shift ღილაკი. shift 3-ს რო დავაჭირო, ამ გვერდიდან დაწყებული ამ გვერდის ჩათვლით ყველაფერს მონიშნავს. ეს ანთებული გვერდები არის, ახლა მე მარჯვენა ღილაკს დავაჭერ, ავირჩევ delete და ეს 4 გვერდი წაიშლება. მაგრამ თან Excel-ი ამასობაში გვაფრთხილებს, რომ იცი რა, წავშლიო ამ გვერდებსო, დარწმუნებული ხარ, ეს მინდა გავაგრძელო? ყურადღებით იყავით გვერდების წაშლასთან, რატო? undo, ხო, Ctrl-Z, undo ფუნქცია sheet-ების წაშლაზე არ იმუშავებს. ანუ უბრალოდ Ctrl-Z-ს ვერ დააჭერთ და წაშლილ გვერდს ვერ დააბრუნებთ. უნდა გამორთოთ მაშინ ფაილი, იმედი გქონდეთ, რომ გვერდის წაშლის მერე არ შეგინახავთ ფაილი და ისა გახსნათ. საკმაოდ თავის ტკივილი არის, ბევრ შემთხვევაში შეიძლება ვერ დაიბრუნოთ ეს გვერდები, ამიტომ ყურადღებით იყავით რა გვერდებს შლით. ეს ზოგადად ყველა ინფორმაციას ეხება, ხო? გადაამოწმეთ, რომ ის რის წაშლას გინდათ მართლა წასაშლელია. ახლა ამ გვერდის მართლა წაშლა მინდა, არაფერი არ მესაქმება ამ გვერდებზე, დავაჭერ delete-ს. და Excel-ი წაშლის ამ გვერდებს. და ახლა იმის მიუხედავად, რომ მარტო sheet 1 მაქვს, ჩვეულებრივი ადამიანი ნომერს და ახალ ნომერი რო შევაქმნევენ ვინმე სხვა ადამიანს ის sheet 2-ს შექმნიდა, Excel-ს ახსოვს, რომ sheet 5-მდე ავედით. ამიტომ ახალი გვერდის დამატების მერე მას sheet 6-ან არქმევს. ეს მცირე დეტალი არის sheet-ებზე, არსებითი არ ექნება თქვენთვის, მით უმეტეს რომ შეგიძლიათ გვერდებს უბრალოდ სახელი გადაარქვათ. ხო, ანუ არ მინდა sheet 1, sheet 2, sheet 3 ასე მუშაობა. ამიტომ დავუშვათ ამ sheet-ს მინდა სახელი შევცვალო. სახელის გადარქმევა შეიძლება გრძლად, ანუ მარჯვენა ღილაკით rename აქედან და მოინიშნავთ ტექსტი შეგიძლიათ რაც გინდა დაწეროთ, ან ასე არ შეიწყოთ თავი, არავინ არ წხოვს ასე თავს, უბრალოდ ორჯერ დაკლიკეთ ერთსა და იმავე sheet-ზე. double click მოინიშნება გვერდი და ჩაწერთ რაც გინდათ. დასახელებაში არსებითი შეზღუდვები არ არის. გამარჯობა. მე ვარ ვახ. Enter. გრძელი დასახელება შეიძლება იყოს, მოკლე hello world
დასახელება შეიძლება იყოს. სასვენ ნიშნებზე ცოტა ჭედავდა ხოლმე. მაგრამ ბევრზე არა, ახლა ადრე მაგალითად რამდენიც ახსოვს მძიმეებზე, სახელის ნიშნებზე ჭედავდა ხოლმე, მაგრამ ახლა არსებით პრობლემა არ არის. ანუ შეგიძლიათ შვიდად გადაარქვათ რაც თქვენ გაგიხარდებათ. ეხლა დავუშვათ ეს დასახელი, რამე მარტივი გავაკეთოთ. Hello. აი, დავტოვეთ ესეთი გვერდი hello. ეს იყოს sheet 1 დარჩეს. ხალხენ, მაგ ორი გვერდი. თქვენ ხშირად მოგიწევთ ბევრ გვერდიან ფაილებთან მუშაობა და რამენაირად მათი განსხვავება უნდა შეგეძლოთ, ხო? ერთ-ერთი მეთოდი ამ შიტების ერთმანეთისგან გარჩევის გარდა დასახელებებისა არის გაფერადება. ხშირად არის ხოლმე, მაგალითად, მე როცა მიწევს ბიზნეს გეგმისთვის, რაც ფინანსური მოდელის აწყობა, ბევრი შიტი მაქვს ხოლმე აწყობილი და მე რო უცებ თვალით განვასხვო ერთი შიტის დანიშნულება მეორისგან, მაგ როგორ ერთ გვერდზე მე მაგ არჩეული ცოტა მოგემწვანე ფერი, მაგალითად ამ გვერდს რომ მწვანე ფერი შეურჩიო, მარჯვენა ღილაკით მოვალ, აი აქ tab color. ასე მაგალითად მოგემწვანე ფერს ავირჩევ. და რო შემჩნევთ ეს მოგემწვანე ფერი ხდება. მაგალითად რაღაცა გვერდებზე მე მაქვს ხოლმე, თქვათ ღია მწვანე, მაგალითად ეს აქედან კიდევ ერთხელ shift-ით რომ მოვნიშნოთ. tab color ღია მწვანე და აი ყველა გვერდს ღია მწვანე დაედება, ზოგზე მაქვს თეთრი ფერი, ანუ რამდენიმე ფერს ასე ვიყენებ და ეს რისთვისაა, რომ სექციებს განმოსხვავებინებს ერთმანეთისგან. ახლა ესაა დაშვებების სექცია, ესაა შუალედური გამოთვლების სექცია. ეს განყოფილება არის უკვე საბოლოო ანგარიშგებები მაქვს აქეთკენ, ხო? ანუ ეს 4 ცალი ასე. ბარემ გავაკეთოთ. აქეთკენ მაქვს უკვე საბოლოო ეს რეპორტები, ხო? ამიტომ ეს გაფერადება შეიძლება ინტერესისთვის, უბრალოდ გართობისთვის, ან უფრო პრაქტიკულად კატეგორიების და განყოფილებების შესაქმნელად, ასე ვთქვათ. ახლა რაღაცა ამ შიტებიდან გექნებათ დასამალი. ხო, ანუ ტიპიურად ამ ერთ შიტზე შეიძლება მაგალითად მე მახშიროთ ხოლმე ერთი გვერდი, რომელსაც რაღაცა სხვა პატარა დასახელებას მივცემ და იმ გვერდზე მაქვს ხოლმე აი სხვა პარამეტრები, მაგალითად, ცალკე დღევანდელი კურსის რაღაცა მეტრიკა, შეიძლება მაგალითად დღევანდელი თარიღიდან პატარა კალენდარი მქონდეს აწყობილი, ან შეიძლება ცხრილი ადამიანებისა, რომლების სახელები მინდა სანმე გამოჩნდეს, ანუ რაღაცა ტექნიკური ასპექტები. ასე არ მინდა მომხმარებელი ხედავდეს ამას. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომელიმე შიტები დამალოთ, რომ ვიზუალურად აღარ ჩანდეს, ხო? ესაა ფუნქცია hide. მაგალითად, აი ამ გვერდზე hello გვერდზე მოვედით. მოდი აი ერთ გვერდზე ჩავწერ მაინც რამეს. Hello, did you miss me? ამ ჯერზე რაღაცა ინფორმაცია მაქვს დავუშვათ ეს. აი ერთ უჯრაში მქონდეს. მე სხვა გვერდიდან ხო, ანუ გვერდებს შორის შეიძლება ინფორმაციის გადადინება მოხდეს, ხო? ანუ მე შემიძლია ამ sheet 1 გვერდიდან გამოვიყენო იმ hello გვერდიდან რაღაც ინფორმაცია, ხო, მაგალითად. უდრის მე რომ მოვიდე hello-ზე და ავირჩიო ეს უჯრა, ხო? ანუ hello გვერდზე, აი ძახილის ნიშანი მიუთითებს მაგას, რომ hello გვერდზე A1 უჯრის ინფორმაცია წავმიღეთქო. და აქ წერია ეს ტექსტი. ახლა ეს გვერდი მე შემიძლია დავმალო. Right click და მოდით აქ და დააჭერთ აქედან hide. Hide-ს დააჭერთ. თვითონ ეს hello გვერდი აქეთ აღარ გამოჩნდება. მასზე გადამისამართებული ფორმულები იმუშავებს, ან თავიდან შეგიძლიათ ეს დაწერთ, მაგალითად მე რომ ეს ხელით დავწერო, ოდრის hello გვერდზე A1 უჯრის ინფორმაცია წავმიღე.
შეძლებს Excel-ი. ხო, იმიტომ რომ Excel-თვის ეს შიტი წაშლილი არა, უბრალოდ დამალულია და ჩვენ ვერ ხედავთ. თუ გვინდა დავინახოთ. მარჯვენა ღილაკით ნებისმიერ შიტზე დააჭირეთ და ადრე ეს ტექსტი რო იყო განაცრისფრებული, იმიტომ რომ არც ერთი გვერდი არ ქონდა დამალული. ახლა ამ ტექსტზე დაჭერა შემიძლია, იმიტომ რომ ახლა hidden sheet-ი მაქვს. Click on hide. აქ არის ხოლმე ჩამონათვალი თუ ბევრი გვერდი გაქვთ დამალული, ახლა hello ამ დასახელების შიტი არის დაჰაიდებული თქო. შემიძლია დავაჭირო OK-ს და ეს შიტი ახლა ისევ გამომიჩნდა და შემიძლია ამ გვერდზე რაღაცები ვცვალო. ეს ანუ ის სტანდარტული მექანიკა დაჰაიდების და დამოვის და გამოჩენის. ახლა გვერდებთან მიმართებაში თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმე რაღაცის დაკონკრეტება, ხო, ცოტა advanced საკითხებზე რო გადავიდეთ. ერთი, თქვენ შეიძლება ეს ტექნიკური გვერდი გინდა დამალოთ და არ გინდათ რომ ვინმე შემთხვევით unhide მისცეს და იქ შემთხვევით რაღაცა შეშალოს, ხო? ანუ კიდევ ერთხელ ჩვენ ბოროტო მოქმედებს არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგაზე ცალკე გვექნება ერთი შეხვედრა. შემთხვევით არ მინდა ვინმე წამიშალოს ამ გვერდზე რამე. უბრალოდ მე რო hide მივცე, შეიძლება ვიღაცა მოვიდეს თქვას, აუ მაინტერესებს, აბა რა აქვს? უი, unhide რაღაცეები დამალულია. ხო, აბა მოდი ვნახოთ რა არის. hello. ნახე რაღაცეები წერა. უი, შემთხვევით delete-ზე დამეჭირა. ხო, ანუ ეს ძალიან ჩახლართული სცენარია, მაგრამ მაინც, ხო, ან თუ გინდათ უსაფრთხოდ იყოთ და ეს ერთი გვერდი დამალოთ. შეგიძლია მივუდგეთ ამას ორნაირად. ერთი მოქმედება არის თქვენ რო დააჰაიდებთ გვერდს, მოხვიდეთ ზემოთ review tab-ში და review tab-ში გამოიყენოთ ეს ფუნქცია protect workbook. Protect workbook ეს რას აკეთებს? ამ ფაილს ადებს parole-ს, ისე რომ მის ინდივიდუალურ გვერდზე მუშაობა შეგიძლიათ ჩვეულებრივად, მაგრამ ამ გვერდების სტრუქტურას, ანუ თანმიმდევრობას, ახალი შიტების შექმნას, გვერდზე ძველი შიტების წაშლას და დამალული შიტების გამოჩენას, თქვენ ვეღარ შეძლებთ. ეს ხდება. Protect workbooks დააჭერთ. Password optional, ანუ აქ დავად რაღაც 1 2 3 4, ხო, ანუ როგორც ეს ცოტა რთული პაროლები გამოიყენეთ, მაგრამ მარტივად 4 ნიშნა პაროლს გამოვიყენებ. გავიმეორებ. და ახლა რა მოხდა? გვერდებზე ჩვეულებრივად მუშაობა შემიძლია. გვერდი დაბლოკილი არ მაქვს. იმ დამალულ გვერდზე მიმართების გამოჩენა შემიძლია. ხო, ანუ ეს გვერდი ჩემგან იზოლირებული არ არის, არასოდეს არ იქნება. მაგრამ right click აქ რომ მოვიდე, არც hide, არც unhide-ის გაკეთება არ შემიძლია. ხო? არც გვერდების წაშლა არ შემიძლია, არც ახლა ვაჭერ, არც ახალი გვერდის წაშლა არ შემიძლია და არც გვერდების თანმიმდევრობის შეცვლა შემიძლია. გვერდების თანმიმდევრობა რო შემეცვალ, უბრალოდ გვერდს უნდა მოვკიდო ხელი და გადავათრიო სადმე სხვაგან. აი, მოდით მოხსნათ, ეს უკვე დისკომფორტია, ხო? ანუ აქეთ მეზღუდება ბევრი რაღაცა და უკვე მივხვდები, რაღაცას მიმალავს. ან შეიძლება მაინც მე პირადად როგორც მოხმარებელს არ მსიამოვნებდეს ეს თანმიმდევრობა, მაგრამ ამ პაროლმა შემიზღუდოს საქმე. მოდით მოხსნათ პაროლი. Protect workbook. ხო, დამატება შემიძლია და აი თანმიმდევრობის თანმიმდევრობის შეცვლა როგორ შეიძლება, ხო? მოხსნით პაროლი. და მე შემიძლია ისევ unhide მივცე ამ hello გვერდს. როგორ დავმალო ეს გვერდი ისე, რომ აქ არ ჩანდეს, რომ დაჰაიდებული მქონდეს და შემთხვევით ვინმე ზედმეტად დაინტერესებულ მოხმარებელმა არ გახსნას. გვერდებს აქ ნებისმიერ გვერდს
პარამეტრებში, ხო, იმ გვერდის პარამეტრებში შედიხართ. აქ სამი ერთ-ერთი ანუ ვიზუალიზაციის ან visibility chance თუ არა. პარამეტრში აქ სამი მდგომარეობა. ერთი არის visible, chance-ეს გვერდი. როგორც ყოველთვის ჩვეულებრივი გვერდი. მეორე არის hidden. ეს არის დამალული. ხო, ან ჩვენ როცა heights ვნიშნავთ. მესამე არის არ ვაზვიადებ, არ გეხუმრებით, very hidden. აი ასე ქვია, very hidden. Very hidden რას ნიშნავს? ამის გაკეთება ოდნავ უფრო რთულია. პირველად გაგიჭირდათ, მაგრამ შეუჩვეულს, მაგრამ მე ძალიან ნამდვილი ამის გაკეთება. Very hidden რას ნიშნავს? გვერდს ვმალავ, unhide ღილაკებში არ ჩანს, ლინკები მუშაობს, ფორმულები მუშაობს და პაროლის დადება არაფერზე არ შემიძლია. პაროლის დადება არც მჭირდება არაფერზე. ეს რო გააკეთოთ, უნდა გახსნათ მაკროსების ფანჯარა. კოდის დაწერა არ სჭირდებათ, არაფერი ისეთი ჩახლართული არ არის. გამოვყევით, გაიმეორეთ ზუსტად რას ვაკეთებ და მიხვდებით რა ადვილია. დავუშვათ მინდა ამ გვერდის დამალვა. სხვაგანაც არის, ანუ developer tab-ში უნდა დააჭიროთ აი ამ ღილაკს Visual Basics, მაგრამ აქეთ რო არ გადმოხვიდეთ, აქედანვე დააჭირეთ აი ამ ღილაკს View Code. View Code-ს რო დააჭერთ, გაიხსნება აი ასეთი ფანჯარა. ასეთი ფანჯარა მოხდება. ახლა სამომავლოდ, ვისაც გაინტერესებთ, ამ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ Excel-ისთვის პროგრამული დავალებების მიცემა, პროგრამის დაწერა, ზოგი აქ თამაშებს წერს, ზოგი აქ ცალკე დამატებით ინსტრუქციებს წერს, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება აქ. მაგრამ ჩვენ მხოლოდ აი ამ მარცხენა განყოფილებას შევხედავთ. აი ეს ნაწილი არ გვაინტერესებს. აქ მარცხნივ გაქვთ ორი რამ. ზემოთ არის იქნება გახსნილი ფოლდერი ჩემი გვერდის დასახელებით და აქა ჩამონათვალი გვერდების. ხო? და ნახე, შიტების ნომრები არის აქ და ფრჩხილებში უწერიათ დასახელებები. ანუ იმის მიუხედავად, რომ თქვენ მაგალითად აი ამ sheets hello გადაარქვით, პროგრამულად Excel-ს ახსოვს, რომ ესაა sheet 3. ხო? აი აქედან sheet 3-ს ფრჩხილებში სახელი აქ hello, აქედან ვიცი რომ მე ახლა იმ აი გავწევ ამ ფანჯარას, რომ მე აი ამ hello გვერდს ვუყურებ. ახლა ამ ფანჯარაში თქვენ როცა აერჩევთ ნებისმიერ გვერდს მაუსით, დააკვირდეთ აი აქ დაბლაც იცვლება დასახელება, ხო? იმის მიხედვით რომელ გვერდს ვირჩევ. ავირჩიოთ hello. ეს არის იმ ჩვენი არჩეული გვერდის პარამეტრები, ხო, property-ები. ძალიან ბევრი ტექნიკური რაღაცა არის აქ. გამოგიტყდებით ამისი ერთი 80% მეც არ ვიცი, არც დამჭიროებია ჯერჯერობით. მაგრამ აი აქ არის სუსუ ბოლოში, აი ეს სიტყვა წერია, visible. Chance თუ არა. და აი აქ არის არჩევანი. Sheet visible, sheet hidden, sheet very hidden. აქედან რო დააჭიროთ ახლა very hidden-ს. სანამ დავაჭერ რაღაცას გაგაფრთხილებთ, იცით, დავაჭერ ახლა very hidden-ს, მაგრამ აქ is a visible გამოჩნდება, იმიტომ რომ რადგანაც მე ამ გვერდს დავმალავ, Excel-ი ავტომატურად გადახდება რომელიღაცა სხვა გვერდზე და იმას visible უჩანს. ამიტომ ნახევარი წამით მოგეჩვენებათ, რომ არაფერი არ გააკეთეთ. ხო? ეს არ მომწონს მე პირადად, მაგრამ Excel-ი ასე აკეთებს. ამ გვერდზე ვარ და ნახეთ. sheet 3, ხო? ჩვენი sheet 3, hello. ავირჩიე sheet very hidden. sheet 2-ზე გადახდა. და sheet visible დაეწერა, ხო? ამიტომ sheet 2-ზე გადამახტუნა, შემდეგ გვერდზე გადამახტუნა. sheet 3-ზე რო დავბრუნდე ისევ, ახლა ამას უწერია sheet very hidden. ეს რას ნიშნავს? ქვემოთ გვერდების ჩამონათვალში hello არ არის. right click-ში
ანჰაით განაცრისფრებულია, იმიტომ რომ არ ჩანს, ანუ აქედანაც არ ჩანს. მე დამალული მაქვს გვერდი, მაგრამ არც ვიცი რომ დამალულია. მაგრამ ეს ფორმულებიც მუშაობს. ეს ფორმულები მუშაობს. ახლა თუ გვინდათ გვერდის იმდენად იზოლირება, რომ მასზე ფორმულები არც მუშაობდეს, ანუ საერთოდ მასზე წვდომა არ იყოს შესაძლებელი. მასეთი გზა მე პირადად არ ვიცი. ხო, ანუ შეიძლება ამ ტექნიკურ ელემენტებში რომელიმე მათგანი არის, მაგრამ არ დამჭირები, ამიტომ მაგაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. თუმცა აი ეს sheet very hidden-ით შეგიძლიათ იმენა დამალო ამ გვერდით. ახლა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ფანჯრის გახსნა და აქედან დაინახავს, რომ ოპა sheet 3 hello არსებობს და very hidden არის. მაგრამ მეორე ვარიანტი არის კიდე ცოტა რომ გავართულოთ, უკვე აქეთკენ ამაზე ამ ფანჯარაზე შეიძლება პაროლის დადება ისე რომ ეს პროექტი ვერც გაშალოს, ხო? ანუ ამ გვერდის პარამეტრები ვერც გახსნას. მასე შორს ჩვენ ახლა აღარ წავალთ, მაგრამ იცოდეთ თუ მე მაქვს თქვენი ფაილი კომპიუტერში. რამენაერად და მე ძალიან მინდა დამალული შიტის პოვნა ვიპოვე, ხო? ეს ახლა რასაც ვსწავლობთ არის აი მარტივი დონის დამალვა, ცალკე უსაფრთხოებაზე კიდე ცალკე ვილაპარაკებთ. კაი. ახლა გვერდებთან, შიტებთან ორი რაღაცა დაგვრჩა მხოლოდ. მოდი დროებით ეს შიტები წავშალოთ, დროებით რა უკვე აღარ მჭირდება. ან და იყოს ჯერ დავიტოვოთ. მე წავშლი ამათ არ მჭირდება ამდენი გვერდი. პირველი ნაწილი, რაც მე გალაპარაკოთ, არის move or copy. აი ეს ღილაკი. move or copy თქვენ შეგიძლიათ ეს გვერდი ან ამ გვერდს ან რაღაცნაირად თანმიმდევრობა შევცვალოთ, ან გადააკოპიროთ, ან აქვე ამ ფაილში, ან სხვა ფაილში გადაიტანოთ, ან ასლი გადაიტანოთ ამ გვერდის. ახლა ზოგადად მე თუ შემიძლია ხელით ასე შიტების გადაადგილება, რატო უნდა მინდოდეს საერთოდ ცალკე მთელი ფანჯრით ამის კეთება, ხო, ამ ფაილში. ეს ახლა რა საჭირო, მაგრამ ხშირად რა საკეთებენ ხოლმე იცით? ბევრი შიტი როცა იქმნება და ამ შიტებს ცალკე გრძელი დასახელებები აქვთ, აღარ ჩანს ეს გვერდი. ხო, მაგალითად, მე ამ გვერდებს უცებ რომ ცოტა გრძელი სახელები დავარქვათ. ხო, თან ცოტა ვივარჯიშოთ. Double click, ხო? სახელის გადარქმევა ორჯერ დავაჭირე შიტს და ეს იყოს მაგალითად გამარჯობა. ეს იყოს მაგალითად საოპერაციო ხარჯები. ეს იყოს მარაგები და ინვენტარი. ეს იყოს ძირითადი საშუალებები. ახლა ნუ უკვე აქეთკენ მოვიდით, მოდი კიდე რამე დავამატოთ. მოდი ეს იყოს საგადასახადო დაშვებები. კიდე რეები მაქვს ხოლმე. ტაქსები, ძირითადები. ცალკე შემოსავალი და თვითღირებულება. ხანდახან ვაერთიანებ ხოლმე ერთ გვერდზე, ხანდახან ცალკე მაქვს შემოსავალი, ცალკე თვითღირებულება გააჩნია რა სირთულის მოდელი მაქვს. უკვე ნახეთ, იმხელად სახელების დარქმევა მომიწია გვერდებისთვის და მე ამას მაქსიმალურად ვეწინააღმდეგები ხოლმე, მაგრამ ნუ ხშირად არა გაქვს არჩევანი, ხო? რომ ბოლო შიტები აღარ მიჩანს. ხო, ნახეთ ეს სამწერტილი დაეხაზა აქ. კი, მე შემიძლია ახლა ეს სკროლის ხაზი ცოტა დავაპატარავ ზომაში. აქეთან რომ მოვკიდო ხელი. დავაპატარავ ზომაში, მაგრამ ნუ ეს მხოლოდ რაც ნაწილს მომიგებს. ახლა აქ რო გავაკეთო მოგება ზარალი, даже ანგარიშგებას არ ვიტყვი სიტყვას, მოგება ზარალი. ბალანსი ეს ხოს ფულის მოძრაობა. და ეს ხოს კაპიტალის მოძრაობა, ხო?
მაინც აღარ ვეტევი. ახლა ასე როცა გამეწელება ხო ეს დასახელებები გვერდით ნავიგაცია ხდება აი ამ ორი ღილაკით. ხო, ანუ აი აქ არის ისრები და შეგიძლიათ ეს ქვედა, ასე ვთქვათ, ეს ქვედა ლენტა ამ ჩვენი შიტების გამოძრავთ და დამალული გვერდები რაცა ასე გახსნათ. მეორე გზა არის თუ გინდათ უცებ მარჯვნივ გადახდეთ. გვერდიდან გვერდზე ხტუნაობა ხდება კომბინაციით control და page up, page down. control, აი კლავიატურის ქვედა მარჯვენა კუთხეში და page up და control page down. ეს შორტკატები ერთი გვერდის ნახტომით გადამათამაშებს. ხო, მე control-ზე page down-ს ვაჭერ ახლა. ახლა ყველა ცარიელია, მაგრამ რო დააკვირდეთ, ახლა ქვემოთ ერთ შიტიდან მეორეზე გადავდივარ. აი შეგიძლიათ ახლა control page down და უცებ ბევრჯერ დააჭიროთ და გადახტებით, ხო, მაგრამ ესეც წვალებაა. და მე თუ მინდა ახლა აი ამ გვერდის გადატანა სამე ბოლოში, აქ ბოლომდე რომ მოვიტან, ცოტა უნდა მაუსი აქეთ გავამოძრავო, რომ Excel-ი მიხვდეს რომ მე ხელში ფაილი მიჭერავს და აქეთკენ მინდა წამოსვლა და აქეთ განმომატანოს. და ისე უკან, ნახეთ რომ გადავიტან. დასწრეში მინდა წაღება. აი აქ რაღაცნაირად უნდა მივიტანო და გადმომატანებს. ამდენი რო არ ვიწვალო. მე უბრალოდ მარჯვენა ღილაკით დავაჭერ ამ გვერდს, ავირჩევ move or copies და აი ამ პანჯარას დავინახავ. და ამ პანჯარაში როგორა move selected sheets გადაიტანე შერჩეული გვერდი. ეს არ გვინტერესებს ახლა, ეს სხვა ფაილში გადატანა თუ გვინდა. Before sheet. sheet ერთი წინ, sheet მეორე გამარჯვებას წინ მაგალითად, აი მე თუ მინდა საოპერაციო ხარჯებსა და მარაგები და ინვენტარს შორის, აი აქ ჩავაგდო ეს გვერდი. before sheet, რომლის წინ ვიქნები, მარაგების და ინვენტარის წინ ვიქნები, ხო? უნდა ავირჩიო მარაგები და ინვენტარი და ოკეი. და აქეთ გადმოიტანს ამ გვერდს. ასლის გაკეთება თუ მინდა ამავე გვერდის, ხო? მოდი დავუშვათ sheet 1-ის ასლით ჩამიეკიდე გამარჯვებასა და შემოსავალს შორის. შემოსავლის წინ, ხო, კიდევ ერთხელ before sheet და მოვნიშნავ create copies. თუ ეს მოსანიშნი მონიშნეთ, ასე ვთქვათ, თუ create copy მონიშნეთ, ეს გვერდი თავის ადგილას დარჩება და მისი ასლი შეიქმნება აქეთკენ და იმასოს ფრჩხილებში ორიანი დაეწერება. ანუ ესა sheet 1 ოღონდ მეორე. ხო? და ამ გვერდზეც იქნება ზუსტად იგივე ფორმულები, იგივე ფუნქციები, აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ control C, control V-ს გამოყენება აღარ გინდათ. ახლა ეს თუ მინდა გადავიტანო სხვა გვერდზე, ხო? სხვა ფაილში. აი დავუშვათ, მოდი, გავხსნათ ახალი ფაილი, control N, ხო? new, control N. აი გავხსნი ახალი ცარიელი ფაილი, ეს არის book 2, ეს არის book 1. ხო, ანუ ახლა მაქვს ორი ფაილი მაქვს ერთდროულად გახსნილი. მე თუ მინდა ახლა ეს წავშლი მოდი ამას. ეს sheet 1 რო შევქმენი, იმ მეორე ფაილში გადავაკოპირო. მაშინ right click over copy ასლის დამატება მინდა, ამიტომ მე ვეთყვი იცი რა. მეორე ფაილი, ანუ გახსნილი უნდა იყოს ის მეორე ფაილი. ხო, ეს შეიძლება ან ახალი ფაილი კონდეს არჩეული, ან უკვე არსებული ფაილი გახსნათ და იქ ყველაფერი ეწეროს. გახსნილი ფანჯრები, რომლებიცაა მარტო იმეებიდან აგარჩევთ Excel-ი. ავირჩევ მეორე გვერდს, book 2 და სუსუ ბოლოში ჩამიმატია, ხო, ან თქვათ, მარტო ერთი შიტი მაქვს. ამ sheet 1-ის მერე თუ მინდა დავსვა, ეს ნავირჩიო. და გამიკეთე ასლი. ოკეი. და ახლა ამ მეორე ფაილში არის დამატებული უკვე ეს ჩემი sheet 1-ის ასლი. აღო ფორმულები ცოტა მირთულდება. ამ ვიდეოს მასშტაბში აღარ შევეხებით, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა აქ ამ უჯრაში თუ იყო ფორმულა hello sheet-დან წამომიღე A1, აქეთ რო გადმოდის ეს ფორმულა, ის ამბობს book 1 რო არის, აი იმ book 1-ის
hello sheet-დან წავმიღე აი ერთი, ხო? ანუ ემატება ფაილის მისამართი. მე პირადად სხვადასხვა, ანუ ცალ-ცალკე ფაილების ფორმულებით დაკავშირებამ დიდად არ მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ ფორმულები გრძელდება, მახინჯდება, ის ფაილი თუ სამი სხვაგან გადავიტანე, მე მისამართებიც უნდა შევცვალო, ანუ საკმაოდ წვალება არის. მაგრამ, თუ მოგიწევთ, რომ ამ ფაილიდან მინდა რაღაც ინფორმაცია და ასე ფორმულით გააკეთეთ, გახსოვდეთ, რომ ცალკე დაეწერება დოკუმენტის ნომერი და ფაილის ნომერი და მე ყველაფერი დანარჩენი. და ეს მისამართი კიდევ უფრო მახინჯდება, როცა თქვენ ფანჯარას დახურავთ და მაშინ Excel-ი იმ ფაილის სრულ მისამართს დაწერს აქ და ძალიან გრძელი რაღაცა დაეწერება. კაი. ახლა მე ამის აქეთ ახლა copy paste ეს აღარ გვჭირდება, მოკლედ გვერდის გადატანა გადმოტანა ვისწავლეთ. ერთ რაღაცასაც გაჩვენებთ და შეგიძლიათ დახუროთ ეს ვიდეო. Right click-ში. ხშირად გამოყენებადი რამე შეიძლება არ იყოს, მაგრამ საინტერესოა, შეიძლება თქვენთვის რამე საინტერესო იპოვოთ აქ. არის insert განყოფილება. ახლა ტიპიურად რამის ჩასმას თუ ვაპირებთ გვერდებს შორის, ხო, ეს არის ახალი გვერდი. მოვდივართ აქეთ ბოლოში, ვაჭერთ აქ პლუს და დაემატება ახალი გვერდი, მაგრამ და გააჩნია, ეს უკვე გააჩნია Office-ის ვერსიას. Insert-ს დააჭერთ, ხო? ეს გაიხსნება ჯერ. Insert-ს დააჭერთ. აქ Windows-ში გთავაზობთ არჩევანს, კაი, რისი ჩასმა გინდაო. გვერდის, ანუ ეს რო აერჩიოთ დააჭეროთ, ოკეი, პირდაპირ ახალ ფურცელს ჩაამატებთ. დიაგრამის, ანუ შეგიძლიათ ცალკე მთელი ერთი გვერდი იყოს, ერთი უზარმაზარი დიაგრამა, აქედან. მაკროსები და დიალოგები, ეს ტექნიკური საკითხები, ამას არ შევეხებით, მაგრამ მეორე ტაბზე აქეთ გაქვთ Spreadsheet Solutions. აქ არის Excel-ში შენახული წინასწარ დალაგებული, შექმნილი და დაფორმატებული გვერდები. გვერდის template-ები, ანუ და საკმაოდ საინტერესო მაგალითად აი billing statement, ესა თუ არ ვწდები, invoice-ი. რა billing statements რო დავაჭერ, Excel-ი დაამატებს ახალ sheet-ს და იმ ახალ sheet-ზე იქნება სრული კონტენტი თავისი. უჯრებშია ტექსტია ჩამატებული და ფორმატებულია ყველაფერი, ანუ ეს მაგალითად არის invoice-ის template. აი, ახლა მაგალითად შეიძლება რაღაც მოსაღმოისა, შეიძლება Excel-ში ტრენინგი დამიკვეთოს ვიღაცამ და აი, დაახლოებით ასეთ templates მოუმზადებ. თქვენ შეიძლება არც გაგჭირდეთ 0-დან რამე template-ის მოფიქრება. იმისთვის რა ქვია, invoice-ისთვის. მაგის გარდა აქ არის კიდე blood pressure tracker, expense report, ხარჯების ანგარიში აქ შეგიძლიათ ხარჯების ჩაამატოთ მე სტრიქონები, ხო? Insert spreadsheet, ახლა sales report, time card. ეს time sheet-ი, ანუ ამ თარიღში ამდენი საათი ვიყავი და ასე შემდეგ სამუშაო. რაღაცა წინასწარი template-ები არის. რო გითხრათ, რომ ამის გარეშე ვაიდა დაიქცა სამყარო არა, მაგრამ პატარა დამატებითი სასარგებლო template-ებია, რაც შეიძლება გამოგადგეთ, შეიძლება არა, ამიტომ თქვენთან კომპიუტერზე დასხედით insert-ში. შედით და აქ spreadsheet solution-ში უბრალოდ ნახეთ რეების დამატება შეგიძლიათ. რამდენჯერაც გინდათ ესენი დაამატეთ, ანუ უბრალოდ ამ ფაილში ემატება ახალი sheet-ები, ანუ არაფერს არ გააფუჭებთ ამით, ამიტომ დათვალიერებას არაფერი ხელს არ უშლის. Sales report მაგალითად. ეს გაყიდვების ეს რეპორტი. ამ რეპორტზე ჩვენთან უნივერსიტეტში ვაწვალებთ ხოლმე ბავშვებს ამ ერთ-ერთ დავალებაში ამ დოკუმენტს ვიყენებთ. ხო? დაკორექტირებულ სოდნა. ეს არის ამ გვერდებთან მუშაობა. ხო? დრო გითხრათ, რომ ძალიან რაღაც სიღრმისეული რაღაცა რთული რაღაცა გავაკეთეთ არა, მაგრამ ცოტა მსუყე ვიდეო გამოგვივიდა, ხო? რამდენი წუთი ვარ?
ნახევარსაათი ვლაპარაკობ ამაზე. შიტებზეც მართლა იმავენაირად, ვერ გააფუჭებთ ახლა მაინც ამაინც ბევრს, ხო? ამიტომ გახსენით ახალი ფაილი, სადმე shorts და დამატეთ ეს ინსერტები, ცოტა სახელების შეცვალეთ, თანმიმდევრობა შეცვალეთ, ითამაშეთ, რომ აი ცოტა ამ გვერდებთან გვერდებს შორის მოძრაობას მიეჩვიოთ. არ შეგეშინდეთ რამის გაფუჭების, თუ რამეა აუცილებლად გამოასწორებთ. თავარია კიდევ ერთხელ გვერდის წაშლასთან ყურადღებით იყავით. წაშლილი გვერდის უკან დაბრუნება ან ძნელია, ან შეუძლებელია. ხო? აბა, წარმატებებს გისურვებთ ამ ინფორმაციის დაფლობაში და გნახავთ მომავალ ვიდეოში. დროებით.